საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამის ისნის მეხუთე ოლქის მე-15 უბანზე იმყოფებოდა. კანდიდატს პოზიტიური მოლოდინი აქვს და საკუთარ ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ხატია ჯამალაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში და ის დეტალებს გვეტყვის. ხატია გისმენთ. ის გირჩის მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, მას შემდეგ რაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, საარჩევნო უბნიდან გამოსულმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შეაფასა. მან განაცხადა, რომ ისეთი ნათელი შანსი ცვლილებებისა, როგორც დღეს აქვს ქართულ ხალხს, ასეთი არასოდეს ჰქონია, ამიტომ იაგო ხვიჩიას აქვს მოლოდინი, რომ მისი ამომრჩევლების მობილიზება მოხდება და მას აქვს მხარდაჭერის იმედი. იაგო ხვიჩიას განცხადებითვე, მას აქვს მოლოდინი, რომ წლევანდელი არჩევნები უფრო ნაკლებად სტრესულ გარემოში ჩაივლის. როგორი იქნება იაგო ხვიჩიასთვის სასურველი შედეგი? ის აცხადებს, რომ ასეთი სასურველი შედეგი არის მეორე ტური და იაგო ხვიჩია მეორე ადგილზე. მე მაქვს მოლოდინი იმისი, რომ ეს არჩევნები იქნება წინა არჩევნებთან შედარებით უფრო ნაკლებად სტრესული ადამიანებისთვის და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არჩევნებს როცა ვატარებთ, რაღაცნაირი საომარი მდგომარეობაა ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ წლევანდელმა სიტუაციამ უფრო ნაკლებად უნდა შეაშინოს ადამიანები, რაც ჩემი აზრით ჩვენს მიმართ პოზიტიურ შედეგს გამოიწვევს. თუმცა შევხედოთ, მე მგონი რამდენიმე საათია სულ დარჩენილი არჩევნების დამთავრებამდე და ერთად ვნახოთ თუ რა შედეგი დადგება. ისნის მეხუთე ოლქის მე-15 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დილის 8 საათიდან დაიწყო. აქ არის სულ რეგისტრირებული 1698 ამომრჩეველი, მათმა ნაწილმა უკვე მისცა ხმა და შეფასებებიც გააკეთა მოამბის გადამღებ ჯგუფთან. მე მივეცი ხმა საქართველოს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, სიმშვიდეს, სიწყნარეს და რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი კარგს. მე 80 წლის ქალი ვარ, ბევრი ცუდი მინახავს და ვიცი მშვიდობის ფასი. ამიტომ მე მშვიდობის. თვითმმართველობის არჩევნები დღეს დილას 8 საათზე დაიწყო და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო დილის 8 საათზე და საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურება. მადლობა, ეს იყო ხატია ჯამალაშვილი.